ირანმა სრულად იგრძნო მსოფლიოს წამყვანი აშტ-ში სამხედრო ძალების სრული ძალა. მას შემდეგ, რაც მათ შორის კონფლიქტი 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო. მოწინააღმდეგის დასამარცხებლად აშშ-მ გამოიყენა თავისი საუკეთესო რესურსები. მათ შორის 10 წლეულების განმავლობაში გამოცდილი სისტემები, როგორიცაა როთველი, B1 ლანსერის ტიპის ბომბდამშენები და E3 ცენტრი, საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავები, ასევე უფრო თანამედროვე ინოვაციები, როგორიცაა General Atomics-ის MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონები. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი იარაღი, რომელიც ამერიკამ, როგორც ამბობენ, ირანზე გამოიყენა და რომელიც აქამდე უმაღლესი საიდუმლო იყო, სრულად გასაიდუმლოებული. იმდენად, რომ გამოცდილ სამხედრო ექსპერტებსაც კი არ ჰქონდათ დარწმუნებულობა, რეალურად არსებობდა თუ არა იგი. Northrop Grumman-ის RQ-180 უახლესი სადაზვერვო დრონი, რომელიც გამოირჩევა გამორჩეული ტექნიკური მახასიათებლებითა და აქამდე არნახული შესაძლებლობებით. უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც იმდენად განვითარებულია, რომ მომავალ თაობებზე შეიძლება შეცვალოს საჰაერო ომების სახე. წლების განმავლობაში სამხედრო ანალიტიკოსები, ექსპერტები და ენთუზიასტები სასოწარკვეთილებით ცდილობდნენ მეტი გაეგოთ ამ გამორჩეული ინოვაციის შესახებ. ღია წყაროების დაზვერვის მონაცემების გადახედვა, სატელიტური გამოსახულებების სკანირება, რათა თუნდაც უმცირესი მინიშნება ან კადრი დაენახათ RQ-120-ის მოქმედებაში. ეხლა ბოლოს და ბოლოს გვაქვს ნამდვილი ფოტოები. მტკიცებულება იმისა, რომ RQ-180 ფარულად დაფრინავს ხმელთაშუა ზღვის საზზე და გავრცელებული ინფორმაციით გამოიყენება აშშ-ის ოპერაციების მხარდასაჭერად ირანში. იმის გასაგებად თუ რატო არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი, საჭიროა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და გავარკვიოთ სინამდვილეში რა არის RQ-180. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯაშუშური თვითმფრინავი თითქმის მომავლის, სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსი ქმნილება, მისი წარმოშობა რეალურად რამდენიმე ათწლეულს ითვლის. Სუსტად 1989 წელს აშშ-ის საჰაერო ძალებმა ოფიციალურად მოხსნეს შეიარაღებიდან Lockheed SR-71 Blackbird-ი, გრძელმანძილოვანი მაღალ სიმაღლეზე მფრენი, მახ 3-ზე მეტი სიჩქარის სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც 1966 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ცივი ომის პერიოდში ფართოდ გამოყენების შემდეგ Blackbird-მა საბოლოოდ დაასრულა თავისი ოპერაციული სიცოცხლე, რის შედეგადაც საჰაერო ძალები დარჩნენ სადაზვერვო პლატფორმის გარეშე, რომელსაც შეეძლო მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცეში შეღწევა, რომელსაც თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები იცავდა. ამიტომაც დაიწყო მუშაობა ახალ პლატფორმაზე, რომელსაც ბევრად უფრო განვითარებული ტექნოლოგიები და უმაღლესი შესაძლებლობები ექნებოდა, ვიდრე მის წინამორბედს, RQ-180-ის. საიდუმლოდ დაფინანსებული საჰაერო ძალების კლასიფიცირებული ბიუჯეტიდან RQ-180-ის პროგრამის პასუხისგებლობა ჩაბარდა Northrop Grumman-ს, რომელმაც დაამარცხა ამერიკის სხვა მსხვილი ავიაკოსმოსური და თავდაცვის კონტრაქტორები, Boeing და Lockheed Martin. წლების განმავლობაში Northrop Grumman-ის ინჟინრები და დეველოპერები ეტაპობრივად აწყობდნენ ამ მომდევნო დონის საფრენი აპარატის გეგმებს. ძირითადად ყველაზე საიდუმლო ბაზებზე მუშაობდნენ, მათ შორის არეა 45-ში. კომპანია და საჰაერო ძალები ზოგადად წარმოუდგენლად საიდუმლოდ ეკიდებიან ამ ყველაფერს და თითქმის არანაირ დეტალს არ ამჟღავნებენ ამ საფრენი აპარატის შესახებ. მაშინაც კი მისი სახელი RQ-180 ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებიათ. შედეგად თითქმის ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით, ეფუძნება გაჟონილ ინფორმაციას, ექსპერტების შეფასებებს, ვარაუდებსა და ინფორმირებულ ანალიზს და არა ოფიციალურად გამოქვეყნებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამის მიუხედავად, რამდენიმე რამ მაინც ვიცით. მაგალითად, მიიჩნევა, რომ RQ-180-ის პირველი ფრენა 2010 წლის აგვისტოში შედგა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ საწყისი წარმოების თვითმფრინავები შემდეგ წლებში აფრინდებოდნენ, ხოლო 2010-იანი წლების შუა პერიოდში უკვე რამდენიმე მოქმედი საჰაერო აპარატი არსებობდა. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებს ეს არასოდეს გამოუცხადებიათ ან დაუდასტურებიათ საჯაროდ, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ RQ-180 ოფიციალურად შევიდა ოპერაციულ სამსახურში საჰაერო ძალების 74 სადაზვერვო ესკადრონი, რომელიღაც ეტაპზე 2020 წლამდე. 2020-იან წლებში მსოფლიომ ბოლოს და ბოლოს დაიწყო RQ-180-ის მცირე დანახვა აქა-იქ. მაგალითად, თვითმფრინავის პირველი ფოტო, როგორც ჩანს, 2020 წლის ოქტომბერში გადაიღეს, სადაც ნაჩვენებია, რომ ეს იყო სუპერსაიდუმლო სადაზვერვო დრონი, რომელიც დაახლოებით 20,000 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავდა Edwards-ის საჰაერო ძალების ბაზის თავზე. 2021 წლის სექტემბერში კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა. ამჯერად ნაჩვენებია, რომ RQ-180 შუმად და ფარულად დაფრინავდა ფილიპინების თავს. იმავე წლის ბოლოს RQ-180-ის დროებითი გამოსახულება გამოჩნდა ვიდეოში, რომელიც გაავრცელა საჰაერო ძალების პროფესიული შეიარაღების სრულყოფის ცენტრმა, PACE-მა. ვიდეომ ასევე წარადგინა ამ ფარული სადაზვერვო თვითმფრინავის ახალი მეტსახელი, თეთრი ღამურა. შემდეგ, ბევრად უფრო ახლახან 2026 წლის მარტში, დრონი კვლავ შეამჩნიეს.
ისტორია დაიწყო 18 მარტს, როდესაც ადგილობრივმა ბერძნულმა საინფორმაციო ვებგვერდმა OnLaRissa GRM გამოაქვეყნა სურათები, სადაც მათი ჟურნალისტები შეცდომით B2 ბომბდამშენს ასახავდნენ. დასხდომა ლარისას ავიაბაზაზე, რომელიც ეკუთვნის საბერძნეთის ჰელენურ საჰაერო ძალებს. თუმცა ასევე გამოყენებულა აშშ-ის სამხედროების მიერ MQ-9 რიპერის დრონების განთავსებისთვის. იგივე საინფორმაციო თვა რომ შემდგომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს თვითმფრინავი მოქმედებაში და განმარტა რომ ანონიმური წყაროების მიხედვით მას თითქოს და ტექნიკური პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა საგანგებო დაშვება ჩაეტარებინა ცენტრალურ ჩრდილოეთ საბერძნეთში. დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა საგანგებო დაშვების შესახებ ამბავი დამაჯერებელია, რადგან თვითმფრინავის დაშვება დღისით დააფიქსირეს. იმის გათვალისწინებით თუ რამდენად საიდუმლოდ ინახებოდა ეს პროექტი წლების განმავლობაში, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებს საკუთარი ახალი შეუმჩნეველი სადაზვერო თვითმფრინავი დღისით საჯაროდ ეჩვენებინათ, თუ სხვა გზა არ ჰქონდათ. ერთადერთი რაც OnLarissas ჟურნალისტებმა არასწორად თქვეს, იყო თვითმფრინავის სახელი. ეს თითქმის უდავოდ RQS 180 იყო. ეს ფაქტობრივად დადასტურდა მომდევნო დღეებში, როცა ინტერნეტში სულ უფრო მეტი ფოტო და ვიდეო გამოჩნდა. მათ შორის რამდენიმე ვიდეო, რომელიც გაკვირვებულმა ადგილობრივებმა გადაიღეს. თვითმფრინავი, რომელსაც ლარისას ქალბატონი შეარქვეს, ავიაციის ექსპერტები და სამხედრო ანალიტიკოსები მალე თითოეულ კადრს დეტალურად სწავლობდნენ, რათა რაც შეიძლება მეტი გაეგოთ ამ გამორჩეული ახალი თვითმფრინავის შესახებ. ენთუზიასტებმაც დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ რას აკეთებდა ეგრეთწოდებული ლარისას ქალბატონი მსოფლიოს ამ ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობდა. დიდი დრო არ დასჭიროებიათ ამ ექსპერტებს, რომ ყველაფერი ერთმანეთთან დაეკავშირებინათ და ნათელი და აშკარა დასკვნა გამოეტანათ, რომ თეთრი ღამურა ირანში რაღაც ფორმით გამოიყენებოდა. ღია წყაროების სადაზვერო ანალიტიკოსმა ინტელ ვალრუსმა მაგალითად X-ზე დაწერა. ეს თვითმფრინავი, რომელიც ლარისას თავზე საბერძნეთში დააფიქსირეს, B2 არ არის, როგორც ადგილობრივმა ბერძნულმა მედიამ გაავრცელა. ან RQS 170, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საუკეთესო გამოსახულება, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა RQS 180-ზე, აშშ-ში საჰაერო ძალების მიერ გამოყენებულ საიდუმლოდ დაბალჩანსახავი დრონზე. მდებარეობა მიუთითებს მის გამოყენებაზე ირანთან დაკავშირებულ კონფლიქტში. სამხედრო საინფორმაციო საშუალებებმა, როგორიცაა Warzone, უკვე მიმართეს კომენტარისთვის. აშშ-ში საჰაერო ძალებს ევროპაში, USAIDs და პენტაგონს, მაგრამ ამ დროისთვის პასუხი არ მიუღიათ. სამხედროები აშკარად არ არიან მზად გაამჟღავნონ დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა შეუძლია RQS 180-ის, ან რატომ გამოჩნდა ის მსოფლიოს იმ ნაწილში. მაგრამ ეს შეიძლება არც იყოს მნიშვნელოვანი, რადგან ლარისას ადგილობრივების მიერ გადაღებული ფოტოები უკვე საკმარისზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის ამ უჩვეულო თვითმფრინავის შესახებ. და შესაძლოა საშუალებასაც კი მოგცეს გავაკეთოთ განსაზღვრული, ინფორმირებული ვარაუდები მისი გამოყენების შესახებ ირანში. მაგალითად, დრონის ფიუზელაჟის ქვედა ნაწილის ფოტოებში შეგვიძლია დავინახოთ RQS 180-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მახასიათებელი. ორი დიდი ელექტროოპტიკური სენსორის ღიობები, რომლებიც განთავსებულია მთავარი შასის განყოფილების უკან. ეს ორი ფანჯარა აშკარად მარცხნივ და მარჯვნივ არის დახრილი. მინის უკან სავარაუდოდ მდებარეობს მრავალსპექტრული სენსორის სისტემა, რომელსაც შეუძლია დაასკანეროს თვითმფრინავის ქვემოთ მდებარე მიწა და ბევრად უფრო შორს, ჰორიზონტამდე. როდესაც ასეთი ფანჯარა ორივე მხარეს აქვს, RQS 180 თეორიულად შეუძლია შეასრულოს რბოლის ტრასის მსგავსი მანევრები ჰაერში, მრავალი მილის დაშორებით იმ სამიზნედან, რომელსაც აკვირდება, ისე რომ არასდროს დაკარგავს მას თვალთა ხედვიდან. ძალიან სავარაუდოა, რომ მას შეუძლია უზარმაზარი რაოდენობის სადაზვერო ინფორმაციის შეგროვება ფართო ტერიტორიებზე, თითქმის ნებისმიერ ტრადიციულ სადაზვერო თვითმფრინავთან შედარებით. და ამას ყველაფერს აკეთებს ისე, რომ ბორტზე ნამდვილი ადამიანის პილოტიც კი არ სჭირდება. თუ უფრო ღრმად დავაკვირდებით, მრავალი ექსპერტი თანხმდება, რომ ასეთი ტიპის აპარატს თითქმის უეჭველად ექნებოდა დღეს არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რადარის ტექნოლოგიები, რომლებიც ნამდვილად შეძლებდნენ როგორც მოძრავი სამიზნის ინდიკატორის, ასევე სინთეზური აპერტურის რადარის რეჟიმებში მუშაობას. მოკლედ რომ ვთქვათ, GMTI ბრძოლის მენეჯერებს აძლევს მტრის სახმელეთო გადაადგილებების ყველაზე მკაფიო სურათს, თანაც რეალურ დროში. ეს თანამედროვე ომებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, რომელიც ძალებს საშუალებას აძლევს მტრის ქმედებებს დაასწრონ ძალების განლაგების, ზომის ან მდებარეობის მოულოდნელი ცვლილებების სკანირებით. ამასობაში SR გამოიყენება რელიეფისა და უძრავი ობიექტების მაღალი გარჩევადობის 2D ან 3D გამოსახულებების შესაქმნელად. ამ ორი ტექნოლოგია ერთმანეთთან საკმაოდ კარგად ავსებს ერთმანეთს. SR უზრუნველყოფს ლანდშაფტის გამოსახულებებს, ხოლო GMTI სცენას ავსებს მტრის მანქანების, პერსონალისა და სხვა რესურსების სუსტი მდებარეობებით. ორივე სისტემა მუშაობს თითქმის ყველა წარმოსადგენ ატმოსფერულ პირობებში და დღის ან ღამის ნებისმიერ დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი ამინდი და სიბნელე ამ ტექნოლოგიისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. და ეს მხოლოდ ერთია, RQS 180-ის წარმოუდგენელი დიზაინის მრავალ ნაწილს შორის. მაგრამ სანამ დანარჩენს დეტალურად განვიხილავთ, თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, დარწმუნდით რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალებში.
როდესაც RQS 180-ის ფოტოებსა და ვიდეოებს აანალიზებდნენ, დაკვირვებულმა მეთვალყურეებმა მალე კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი შენიშნეს. დრონის ქვედა მხარეს არსებული სენსორების აპერტურები თითქმის იდენტური იყო იმათთან, რომლებიც სხვა თვითფრინავზე, Scaled Composites Proteus-ზე შენიშნეს. ექსპერიმენტული ტანდემური ფრთის მქონე მაღალი სიმაღლისა და ხანგრძლივი გამძლეობის თვითფრინავი პროტეუსი ლეგენდარულმა აეროკოსმოსურმა ინჟინერმა ბერტ რუტანმა დააპროექტა და პირველად 1998 წლის ივლისში აპრინტა. პროტეუსი 10 წლეულების განმავლობაში სხვადასხვა სენსორებისა და თანამედროვე სისტემების სატესტო თვითფრინავად გამოიყენებოდა. ამის გარდა Scaled Composites-ი სრულად ეკუთვნის Northrop Grumman-ს. ასე რომ კიდევ ერთხელ, აქ კავშირების გამონახვა არც ის რთულია. ჩანს, რომ პროტეუსი გამოიყენებოდა სწორედ იმავე სენსორების სატესტოდ, რომლებიც შემდეგში RQS 180-ზე დაამონტაჟეს. და აღმოჩენები ამით ამთავრდება. დრონის ფოტოებზეც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს გამოკვეთილი ამობურცულობა თვითფრინავის ცენტრალური ფიუზელაჟის ქვემოთ, რაც ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველაზე ლოგიკურად განთავსდებოდა მთავარი რადარის ანტენა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში ბოლომდე დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, სანამ ან თუ საჰაერო ძალები ამას არ დაადასტურებს ან უარყოფს, სავარაუდოა, რომ ამ ადგილას ან ბრუნავი რადარია განთავსებული, ან ორმხრივი რადარი, რაც თვითფრინავს საშუალებას აძლევს ერთი და იგივე ტერიტორია დაასკანეროს, მიუხედავად იმისა, რომელი მიმართულებით მიფრინავს. თვითფრინავის კორპუსში სავარაუდოდ საკმარისი სივრცეა დამატებითი კონფორმული ან თუნდაც ტვირთმზიდი ანტენებისთვის, ასევე დამატებითი აღჭურვილობისთვის. ელექტრონული ომის აღჭურვილობიდან დაწყებული ელექტრონული სადაზვერო საშუალებებით, ტექნიკითა და საკომუნიკაციო ანტენებით, რათა შენარჩუნდეს პირდაპირი კავშირი ახლო მდებარე სახმელეთო, სახაერო ან საზღვაო დანაყოფებთან. ლარისას ქალბატონის შესანიშნავი ახალი სურათები ასევე აჩვენებს მის სამბორბლიან შასის განიერ განლაგებას და ფრთების გამორჩეულ სიგრძეს. შასის ასე განლაგება თეორიულად დაეხმარებოდა თვითფრინავზე უფრო დიდი ტვირთის გადაზიდვას. ასევე უზრუნველყოფდა უკეთეს სტაბილურობას მიწაზე. ექსპერტებმა ასევე შენიშნეს, რომ ცხვირის შასის ბორბალზე მიმაგრებულია უცხო საგნების ნამსხვრევების დამცავი. ეს შეიძლება უმნიშვნელო დამატებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია. სტელსი თვითფრინავები, როგორიცაა RQS 180, როგორც წესი დაფარულია სპეციალური საფარებით, რომლებიც შთანთქავენ რადარის სიგნალებს და მათ აღმოჩენას ბევრად უფრო რთულს ხდია. თუ ამ საფარებს თუნდაც უმცირესი ნაკაწრი ან დაზიანება მიადგებათ, ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად ნაკლებად ეფექტური გახდნენ. და იმის გათვალისწინებით, რომ RQS 180-ის დიზაინი საკმაოდ დიდი და დაბალპროფილიანია, ის სავარაუდოდ მიწაზე ყოფნისას ან აფრენამდე საკმაოდ დაბლა იქნება განთავსებული. ამიტომ საშუალოზე მაღალია რისკი იმისა, რომ ქვები და სხვა ნამსხვრევები აფრენისას ან დაშვებისას ასფალტიდან აიწიოს და დრონის კორპუსს დაეჯახოს. FOD-ის დამცავი შესაბამისად წარმოადგენს სასარგებლო ფარს იმ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დაზიანებებზე, რაც ამ პატარა ელემენტებს შეუძლიათ გამოიწვიონ. ეხლა თუ დავაკვირდებით შასის სისტემას, ასევე ხედავთ წინა შასის საყრდენზე მიმაგრებულ ბერგეთს, რომელიც უნდა დაეხმაროს სადაზვერო თვითფრინავს დაშვებისას დარტყმის შერბილებაში. კიდევ ერთხელ ეს მცირე დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რადგან ეს დრონები სავარაუდოდ ძალიან ძვირი დაждდება, როგორც წარმოებაში, ისე მოვლაში. ამიტომ ნებისმიერი წვრილმანი მანი მნიშვნელოვანია დაზიანების მინიმიზაციისა და აპარატის საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. წინა შასი ასევე ორბორბლიან კონფიგურაცია შემოწყობილი, რაც გავს იმას, რაც BOC-1 Raider ბომბდამშენზე გვინახავს, თუმცა ზომით ასეთი დიდი არა. ამასობაში RQS 180-ის მთავარი შასიც ნაცნობად გამოიყურება, რადგან თითქმის იდენტურია იმასთან, რასაც F-15 გამანადგურებლებზე ვხედავთ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ავიაკოსმოსურ სფეროში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომ წინა დიზაინებიდან იგივე კომპონენტები აიღონ, ან ხელახლა გამოიყენონ. რაც არ არის გაფუჭებული, შეკეთებასაც არ საჭიროებს. და ამ შასიმ თავი არაერთხელ დაამტკიცა F-15-ის გრძელი ისტორიის განმავლობაში. ამიტომ ის შესანიშნავად მოერგება RQS 180-ს, რადგან მისი ოპერაციული სიცოცხლის ციკლი გრძელდება. F-15 სტილის შასის გამოყენება ასევე მიგვანიშნებს RQS 180-ის მაქსიმალურ აფრენის წონაზე. უახლეს F-15EX ვერსიებს მაქსიმალური წონა 91,000 ფუნტი აქვთ. და თუ Northrop Grumman-მა აქაც მსგავსი შასი აირჩიარჩია, შესაძლებელია, რომ RQS 180-საც კონდეს მსგავსი, ან თუნდაც უფრო მაღალი მაქსიმალური წონა. ამავე დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს სადაზვერო და სადამკვირვებლო თვითფრინავია. ის არ არის განკუთვნილი ბომბდასმებისთვის ან რაკეტების გასაშვებად და რაც უფრო მსუბუქია, მით უფრო დიდხანს შეძლებს ჰაერში დარჩენას და უფრო შორს გაფრენას, სათვავის სრულად ამოწურვამდე. ამის გათვალისწინებით RQS 20-ის საერთო დიზაინი დიდი ალბათობით შექმნილია იმისთვის, რომ თვითფრინავი იყოს რაც შეიძლება მსუბუქი, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მისი ფრენის მანძილი, განძლეობა და სახაერო შესაძლებლობები. არსებული ინფორმაციით მას აქვს 14,000 მილის, 22,000 კილომეტრის ფრენის მანძილი, 24 საათიანი განძლეობა და დაახლოებით 70,000 ფუტის, 18,000 მეტრის ფრენის სიმაღლე. ბერძნული ფოტოები ამ სადაზვეროო თვითფრინავისაც აჩვენებს მის გამორჩეულ ფორმას, რომელიც ადრე უკვე გვინახავს, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო დეტალურად არის ნაჩვენები.
როგორც აღნიშნე, ის ბევრ საერთო თვისებას იზიარებს B21 რეიდერთან და B2 სპირიტთან. აქვს ფრინავი ფრთის ფორმა და უკიდურესად სუფთა გლუვი კონტურები წვერიდან კუდამდე. მიჩნეულია, რომ დრონის დიზაინი საშუალებას მისცემს მას იმყოფებოდეს უკიდურეს სიმაღლეებზე, ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სადაზვერო და სათვალთვალო მისიები და შეაგროვოს დიდი რაოდენობით მონაცემები, რათა ძალები ინფორმირებული იყვნენ მტრის გადაადგილების შესახებ მიწაზე ან ჰაერში. რაც მივიყვანს ყველაზე დიდ კითხვამდე. RQS 180 რას აკეთებდა ირანში? კიდევ ერთხელ, ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ის იქ საერთოდ გამოყენებულა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთი საბერძნეთში შენიშნეს, მიუთითებს იმაზე, რომ ის ამერიკისა და ისრაელის ოპერაციის ნაწილი იყო ახლო აღმოსავლეთში. იმის მიხედვით, რაც ამ თვითმფრინავისა და თვითონ ოპერაციის შესახებ ვიცით, სრულიად შესაძლებელია და ალბათობაც მაღალია, რომ RQS 180 გამოყენებულიყო ირანის ყველაზე თანამედროვე რაკეტსატყორცნების მოსაძებნად. გადასტურებულია, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებს აქვთ მაღალი მობილურობის მქონე გაშვების პლატფორმები, რომელთაგან ბევრი ზედმიწევნით შენიღბულია ისე, რომ ზემოდან დანახვისას ძალიან გავს სამოქალაქო ტიპის სატვირთოებს. ზოგიერთი მათგანი მოქმედებს გამაგრებულ ან მიწისქვეშა ბაზებიდან, რომლებსაც სპეციალური პორტები და ღიობები აქვთ, რაც საშუალებას აძლევს რაკეტები უშუალოდ შიგნიდან გაუშვან. და ბევრი მათგანი გადაადგილდება ირანის ვრცელ და რთულ რელიეფზე. სტრატეგიულ ადგილებს იკავებს აქა-იქ, რათა იქიდან გაუშვას თავისი საბრძოლო მასალა. სანამ სწრაფად დატოვებენ ტერიტორიას და ახალ თავშესაფარს მოძებნიან. ეს ირანის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ელემენტებია მათი მოძრაობის გამო. ძალიან რთული იქნებოდა ბევრი სამხედრო ძალისთვის მათი გადაადგილების თვალყურის დევნება და იმის ცოდნა, თუ როდის და სად განახორციელებენ ისინი შემდეგ მოულოდნელ დარტყმას. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ თითქმის შეუმჩნეველი, უახლესი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 10,000-ობით ფუტის სიმაღლეზე დაფრინავს და მუდმივად აკვირდება მიწას. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რადარის ტექნოლოგიით. საკმარისი სათვალით, რომ 24 საათიანი მისია შეასრულოს და საერთოდ არ ჭირდება ეკიპაჟი ბორტზე. ასეთი თვითმფრინავი ფასდაუდებელი იქნებოდა ასეთ სიტუაციაში, რადგან ის უზრუნველყოფს იმ აუცილებელ სადაზვერო ინფორმაციას, რაც ამერიკისა და ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ჯგუფებს სჭირდებათ შემდეგი დაბომბებისა და სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად, რათა ირანის კიდევ უფრო მეტი თავდაცვა გაანადგურონ მანამდე, სანამ მათ გამოყენებასაც კი მოასწრებენ. სხვა სადაზვერო თვითმფრინავები ან დრონები მხოლოდ მოკლე მისიის შესრულებას შეძლებდნენ. შეიძლება ირანის საჰაერო თავდაცვამაც კი აღმოაჩინოს და გაანადგუროს. RQS 180 კი ბევრად უფრო მაღლა და შეუმჩნევლად იფრენს, ვიდრე ამერიკის საჰაერო ძალების არსენალში არსებული ნებისმიერი სხვა საშუალება. ღრმა სადაზვერო მისიების შესრულებით მტრის მიერ აკრძალულ საჰაერო სივრცეში თითქმის აღმოჩენის რისკის გარეშე ის ამერიკულ ძალებს 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს საჭირო საჰაერო თვალთვალს. და არავინ იცის კიდევ რას შეძლებს ეს აპარატი. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ RQS 80-ს შეუძლია ელექტრონული სადაზვერო ოპერაციების ჩატარება ელინთ მონაცემების შესაგროვებლად. ან შესაძლოა აღჭურვილი იყოს ელექტრონული ომის ტექნოლოგიებით მტრის კომუნიკაციების დასაშლელად ან დასახშობად. ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მაღალ სიმაღლეზე მოქმედი საკომუნიკაციო რელე, ცენტრალური მონაცემთა კვანძი, რომელიც რეალურ დროში აწვდის სადაზვერო ინფორმაციას სხვა თვითმფრინავებს, მაგალითად F-22-ებს, F-25-ებს ან სხვა მომავალი თაობის სისტემებს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ თვითმფრინავის შესახებ, მაგრამ ის, რაც ამ ეტაპზე ვივიცით, საკმაოდ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის დრონების ომის სრულიად ახალ ეპოქას იწყებს. რადგან ეს არის ერთ-ერთი იმ ძალიან იშვიათი ცნობილი დრონებიდან, რომელიც საკმარისად უხილავია იმისთვის, რომ გადარჩეს მოწინააღმდეგის ან მტრის საჰაერო სივრცეში აღმოჩენის გარეშე. მისი უნიკალური კომბინაცია უხილაობის, გამძლეობისა და თანამედროვე სადაზვერო ტექნოლოგიისა მას ძლიერ ძალად აქცევს, რომელსაც შეუძლია შეაგროვოს დაზვერვა ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანით მართული თვითმფრინავისთვის შესვლა უბრალოდ ძალიან სახიფათო იქნებოდა. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მომავალი თაობის ფუტურისტული იარაღია, რომელსაც დღეს ASHS-ის სამხედროები იყენებენ. ბევრ სხვასაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვრცელ ვიდეო ანალიზში. ან ნახეთ ეს ვიდეო, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები თუ როგორ განახორციელეს ASHS-ის ძალებმა ირანში დარაჯის გადარჩენის მისია და გადაარჩინეს დაჭრილი ოფიცერი, რომელსაც მტრის ძალები დასდევდნენ. და ბოლოს, არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი მსგავსი ვიდეო.